ჩემი შვილი გიორგი მოდებაძე 12 წლისაა და ძალიან რთული დიაგნოზით ავართ. გვაქვს თავის ტვინის ვირუსი, რომელიც არ იკურნება. ვიყავით ძალიან ბევრ ქვეყანაში. ძალიან ბევრ კლინიკებს მივმართეთ მსოფლიო დონის კლინიკებს, მაგრამ ვერავინ ვერსად ვერ გვაწევს გარანტიას, რომ გიორგი კარგად იქნება, გიორგი გამოჯანმრთელდება, იმიტომ რომ მსოფლიო მედიცინის პრობლემა არის ჩვენი დიაგნოზი, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არსებობს მკურნალობის სტრატეგია, რომელიც გიორგის დიაგნოზს შეესაბამება. ესეთი კვლევებით და ძიებით მივაკვლიეთ ინდოეთში ჰომეოპათ პროფესორს, რომელიც ძალიან დიდი მედებს გვაძლევს და მე პირადად ვიცნობ ბავშვს, რომელიც ჩვენი დიაგნოზით გიორგიზე რთულ მდგომარეობაში იყო, გიორგიზე ბევრად ცუდად იყო. დღესდღეობით ის ბავშვი თავისით ჭამს, ეკონტაქტება მშობელს, ესმის თამაშობს, კარგ მდგომარეობაშია. მედიცინა თუ ვერ აღწევს რაღაცეებს ასეთ დიაგნოზში, ჰომეოპათიამ ძალიან კარგი შედეგები დადო. ფიზიკურად აღარ შეგვიძლია, ფიზიკურად ფინანსები აღარ აგვაქვს, იმიტომ რომ აქამდე რაც გაგვიკეთებია, საკუთარი ხარჯებით გაგვიკეთებია ყველაფერი. მხოლოდ 2800 ლარით დაგვეხმარა სახელმწიფო. ჩვენ იმდენი რამე შევძელით, ჩემი მეგობრების, ჩვენი ახლობლების დახმარებით, ქართველი ხალხის დახმარებით, ემიგრანტების დახმარებით, რომელსაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო და ძალიან დიდი სიყვარულით მოვიკითხო ყველა და ყველას მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ ძალიან დამეხმარნენ ემიგრანტები და ქართველი ხალხი. და მინდა კიდე ერთხელ მივმართო, რომ ფიზიკურად ვეღარ ვახერხებთ იმას, რომ ჩვენ ინდოეთში რაღაც ეტაპი ვიმკურნალეთ საკუთარი ხარჯებით. უკვე 3-4 თვე თავდება, რომ ყველაფერ ამას საკუთარი ხარჯებით ვაკეთებთ. ფიზიკურად აღარ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეხლა რაღაცა ჩვენით გავაკეთოთ და ყველას მინდა მოგმართო თუ თხოვნით. ძალიან მრცხვენია რომ ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ ძნელია და რთულია. მაგრამ ყველას გთხოვთ, რომ დაგვეხმაროთ, რომ გიორგი კომიდან გამოვიდეს, გამიუმჯობესდეს გიორგის მდგომარეობა და თუ კი მედიცინა მეუბნება, რომ 3-დან 5 წლამდე იცოცხლებს ჩემი შვილი, მინდა რომ უფრო დიდხანს ვუყურო, უფრო დიდხანს ვყავდეს ჩემს გვერდით.